ეხლა კი ვისაუბროთ ძირითადი ტექსტის ძირითად რედაქტირებაზე. სანამ გაგვეთილს დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოების მოწონება, შეკითხვების შემთხვევაში კომენტარების დაწერა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საშუალებას მოგცემს უფრო მეტი საინტერესო ვიდეო კურსი შემოგთავაზოთ ჩვენს არხზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი და პირველებმა მიიღეთ ყველა სიახლე ჩვენი არხის შესახებ. ახლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. ახლა ჩვენ უკვე ვიცით ტექსტის შეყვანა ილუსტრატორში მექანიკურად. ნახოთ, როგორ შეგვიძლია მისი მანიპულირება და სხვადასხვანაირად დაფორმატება. დასაწყისისთვის გამოვყოფ მხოლოდ სახელს საზრდო ბარათზე. საუბარია ამ სახელზე, ჯასტინ სელეზე, რომელიც აქ მაქვს ჩაწერილი. მაგალითად, მე მინდა გამუქებული შრიფტი. ამის გაკეთება შემიძლია მართვის პანელზე გახსნად მენიუში, სადაც წერია regular. აქ შემიძლია ამის გაკეთება. regularში. თუ კი მცირე ზომის ეკრანიან მოწყობილობაზე მუშაობთ, ბრძანება დაჯგუფებული იქნება ბმულში ხარაქტერ, როგორც აქ არის ბმულები, თუ კი აქ არ ეტევა, ხარაქტერში შემიძლია დავაწყაპო, ბმულია და აქ იქნება შესაძლებელი ამ ყველაფრის გაკეთება. თუ კი რა თქმა უნდა კიდევ მეორე მცირე ზომის ეკრანზე მუშაობთ. გავაყოთ ტექსტი და ავირჩიოთ ბრძანება bold. ამისათვის ესე ორჯერ ჩავაწყაპებ ტექსტში. შემიძლია აქ გავხსნა სია, შემიძლია ხარაქტერს დავაწყაპო. თუ კი ჩვენ მუშაობთ შრიფტთან, რომელსაც არ გააჩნია bold-ი, არის ეგეთი შრიფტებიც, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ შრიფტი სხვა შრიფტით, მაგალითად impact-ით, დახომათი, რითიც გვინდა. სხვა ნებისმიერი შრიფტით შეგვიძლია დავაკენოთ და მოვნახოთ ისეთი შრიფტი, რომელსაც ექნება bold. დავაკენებთ bold-ს. ამის შემდეგ კლავიატურის ისრების გამოყენებით გადავწიოთ ტექსტი მარცხნივ, ისე ავიღოთ სავაიხშენ, მარცხნივ გადმოვწიოთ, სადღაც ასე დავაკენოთ ტექსტი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შრიფტს, როგორც უკვე გითხარით, არ გააჩნია მოყვანილობა bold. შესაბამისად, ის სიაში არ იქნება და უნდა შეარჩიოთ სხვა შრიფტი. თუმცა, თუ მაინც ასეთი შრიფტი გინდათ, მაშინ უნდა ისარგებლოთ ჩვეულებრივი regularით. იმისათვის, რომ შევცვალოთ ფერი, ყველაზე სწრაფი საშუალება იქნება გამოყოფილი ტექსტის ფერის ჩასვლად პანელის swatch გამოყენება. თუ კი დავაკვირდებით, აქ გვაქვს პანელი swatch გამოტანილი, ნახოთ ეხლავე. აგერ არის swatch-ი, ჩამოვწიოთ ცოტა და ყველაზე სწრაფი საშუალება არის ამ swatch-ის გამოყენება. თუ პანელი არ არის გამოტანილი, მისი გამოტანა, swatch-ის გამოტანა შეგიძლიათ მენიუდან window და აქ უნდა იპოვოთ swatch-ი, აქ ხედავთ ის არია, მცირე ჩამოსასვლელი და ქვემოთ არის swatch-ის წარმოდგენილი, რომელიც მე ამ დროს ჩართული მაქვს. თუ კი თქვენ სხვა ფერის გამოყენება გინდათ, მოდით ჯერ აქ გამოვიყენოთ ფერი პრინციპში, ვთქვათ წითელი. თუ კი თქვენ სხვა ფერის გამოყენება გინდათ, უშუალოდ პროექტიდან, აქედან აიღოთ რაიმე ფერი, თვითონ ამ პროექტიდან და რა აქედან და არ ეძებოს ვთქვათ ეს ფერი. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლია საწვეთურით ისარგებლოთ, ხელსაწყოთი eyedropper, ეს არის საწვეთური. მიიტანოთ იმ ფერზე, რომელი ფერის ნიმუშიც გინდათ და ხედავთ გამოყოფილი ტექსტი, ავტომატურად გადავა იმ ფერში. ტექსტის ფერი ავტომატურად შეიცვლება. თუ კი შრიფტის გადიდება გინდათ, ისევ გადავდივარ მართვის პანელზე. მენიუს ქვემოთ განლაგებული დაყენებების პანელი, მენიუში character, სიაში font size. აქ ხარაქტერი, შევალ ხარაქტერში და აქ გვაქვს font size-ი, აგერ არის წარმოდგენილი, შრიფტის ზომა, set the font size. საიდან შემიძლია შრიფტი დავაკენო. აქ შესაძლებელია შრიფტის ზომის გარდა თანმიმდევრულად ველის ისრების გამოყენებით, თუ კი დააკვირდებით, აქ ისრებია წარმოდგენილი და ნელ-ნელა შემიძლია ესე ზარდო. რომ თან დავაკვირდე, როგორ იზრდება შრიფტი.
აი ამ სიებით. და ნუ შეგვიძლია სასურველ ზომებამდე მივიყვანოთ. სანამ არ მივიღებ სასურველ ზომას. ასევე შეგვიძლია აი აქ თქვათ ხარაქტერში ჩავაწყაპოთ, მოვუნიშნოთ ეს მნიშვნელობა, ჩავწეროთ კლავიატურიდან, დავაწვეთ Enter-ს და მივიღებთ სასურველ ზომას. ნუ თუ კი ახლა ნახავთ აი აქ ხარაქტერს გავხსნით, ნუ ნახავთ 12-იანი შრიფტი გვიღენია უკვე. თუ კი დიდი ტექსტის რაღაც ნაწილი გვინდა ფერში და ზომაში, ხოლო ნაწილი სხვაში, ორჯერ უნდა დავაწყაპოთ უკვე ტექსტის არეში, გამოვყოთ სასურველი ტექსტი და შევცვალოთ დაყენებები. ნუ მაგალითად აი აქ მინდა ეს სხვა ფერი იყოს. ამ შემთხვევაში ან საწვეთურით, ან swatch-ით ავირჩევ რაიმე სხვა ფერს და როდესაც ავირჩევ select ხელსაწყოს, დავინახავთ, რომ ერთი ტექსტი სხვა ფერია, მეორე სხვა. რა თქმა უნდა, მე ასევე შემიძლია ამ ტექსტის სხვანაირად ზომის დაყენება, მოყვანილობის დაყენება, გამუქება, არ გამუქება და ასე შემდეგ. მაგალითად, გავამუქოთ სიტყვები text, tell, fax, email. აქ უკვე რადგან არეა არის, ამ შემთხვევაში ორჯერ ჩავაწყაპებ, ვნიშნავ tells, გადავალ ხარაქტერზე და ნუ როგორც ხედავთ, აი ამ მირეად Pro-ს არ გააჩნია ამ შრიფტს bold-ი. ამ შემთხვევაში გადავალ და ავირჩევ სხვა შრიფტს და ნუ ავირჩევ შესაბამისად bold დაყენებას და ნუ ნახავ რომ გამოვიდა. იგივეს გავაკეთებ fax-ზე, იგივეს გავაკეთებ email-ზე, ნუ თუმცა ეს თქვენ გააკეთეთ უკვე როგორც საშინაო დავალებად, თუ კი გაქვთ ეს გრაფიკული ელემენტი. თუ არა გაქვთ, შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი კომენტარებში და ჩვენ გამოგიგზავნით აი ამ ნამუშევარს ელექტრონულ პოსტზე შეგიძლიათ ემუშაოთ მას. მე შემიძლია ტექსტის დაპატარავება, შემიძლია კლავიატურის ისების მეშვეობით მისი გადაადგილება სხვა პოზიციაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაადგილება მოხდება მთლიანად არეას. თუ მე არეა არ მინდა რომ იყოს, გვახსოვს წინა გაკვეთილიდან გამოვყოფ არეას, შევალ type-ში და area type convert to point type მივუთითებ და ნუ ის გადაყვანილი იქნება უკვე point-ში. ან შემიძლია საერთოდ გადავწიო აი ეს პანელი გვერდზე და თალთალკე ტექსტები შევქმნა point type-ით. როგორც ხედავთ, ტექსტთან მუშაობა არ არის რთული, აქ არის ტექსტების სწორება წარმოდგენილი, ხარაქტერში არის კიდე სხვა უამრავი დაყენებები, რომლებსაც თქვენ თვითონ ექსპერიმენტების დონეზე შეგიძლიათ გაეცნოთ, დააკვირდეთ რას აკეთებს ესა თუ ის ღილა კი რთული არაფერი არ არის დამერწმუნეთ. აბზაცირებაშიც არის რაღაც დაყენებები, ნუ აქ შეგვიძლია აბზაცირებაზე დავაწვეთ და გამოვცადოთ ყველა ხელსაწყო. თუმცა ამ ხელსაწყოების გამოცდის შემთხვევაში უმჯობესია აქ გქონდეთ რაიმე მასიური ტექსტი აბზაცივით. უფრო დაინახავთ ამ ყველაფერს. და ნუ თქვენ მიეჩვევით აი ამ ხარაქტერთან და პარაგრაფთან მუშაობას, შეიძენთ გამოცდილებას და ნამდვილად აღარ მოგეჩვენებათ რთულად უკვე ტექსტთან მუშაობა. გაგვეთილის დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწეროთ ჩვენი ვიდეოები, მოგწეროთ კომენტარები, შეკითხვები, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ და გაითვალისწინეთ ეს ჩვენთვის და ჩვენი არხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.